ოკეი, ბუმერ ალიანსი დასრულდა. მილენიალები და გენზი ერთმანეთს უპირისპირდებიან. მილენიალები ამბობენ, რომ გენზისთან მუშაობა შეუძლებელია. გენზი მილენიალებს ჰარი პოტერისადმი შეპრობილ ნოსტალგიის მოყვარულებად და უხერხული სტილის მქოსტილის მქონეებად მიიჩნევს, მაგრამ ამ კრიზისის რეალობა ბევრად უფრო ბნელია. ნამდვილი ბრძოლა იმაზეა, ვინ მიიღებს მემკვიდრეობით იმას, რაც საშუალო კლასისგან დარჩა. მილენიალები სრულწლოვნები გახდნენ მაშინ, როცა სტაბილური ცხოვრებისკენ მიმავალი კიბე ინგრეოდა და მათ წლები გაატარეს ამ კიბეზე ასვლის მცდელობაში. გენზის კიდევ უფრო რთული ასასვლელი ხვდა წილად, მაგრამ მილენიალებისგან განსხვავებით, მათგან ბევრს ამ კიბეზე ასვლა არც კი უნდა. ისინი მის დაანგრევას აპირებენ. არ აქვს მნიშვნელობა, უფრო მეტ მილენიალს იცნობ თუ გენზის წარმომადგენელს. ალბათ ზუსტად ერთსა და იმავეს ისმენ. სამუშაო ბაზარი სასტიკია. თითქოს არავინ არავის ასაქმებს. და როცა ასაქმებენ, ანაზღაურება, სამუშაო საათები და მოთხოვნები ისეა, რომ ამ სამსახურის აღება თითქმის არ ღირს. ნორმად იქცა ასობით განცხადების გაგზავნა და პასუხის არ მიღება. ხანდახან ადამიანები ნახევარ საათს უთმობენ განაცხადის შევსებას, მაგრამ სანამ ფანჯარას დახურავენ, უკვე იღებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ უარს. საშუალო მილენიალს ხელფასი გაუჩერდა, რის გამოც იმავე ასაკში, რა ასაკშიც მათი მშობლები იყვნენ, ნაკლები შესყიდვის უნარი აქვთ. დაწინაურება იშვიათია და ბევრი ორ ადამიანის საქმეს ასრულებს. მაგრამ თუ გკითხავთ, ფიქრობენ თუ არა სამსახურის დატოვებაზე, პასუხი უმეტესად იქნება არავითარ შემთხვევაში. ამჟამად სამუშაო ბაზარი გიგანტურ მუსიკალურ სკამების თამაშს გავს. წლების წინ შეწყდა და ვინც სკამზე დაჯდა, ადგომას მხოლოდ მაშინ აპირებს თუ ეს აუცილებელია. პრობლემა ისაა, რომ ახალ მოთამაშეებს მუდმივად ემატებიან. მილენიალები ერთსა და იმავე სამსახურში იმიტომ არ რჩებიან, რომ უყვართ, ისინი რჩებიან, რადგან წასვლის ეშინიათ. ეს მხოლოდ მილენიალებისა და Z თაობის დაპირისპირების ამბავი არ არის. ბეიბი ბუმერები პენსიაზე უფრო გვიან გადიან, ვიდრე მათამდე რომელიმე თაობა და ამ დროს ჯანმრთელობასაც უკეთ ინარჩუნებენ. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ბეიბი ბუმერი და გენერაცია X-ის წარმომადგენელი ინარჩუნებს უფროს პოზიციებს, რის გამოც მილენიალები დაბალ და საშუალო რგოლებში არიან გაჭედილები და ვერ ახერხებენ კარიერულ წინსვლას. შედეგად, ზოგიერთი საწყისი დონის პოზიცია უკვე 40 წელს მიუახლოვებულ ადამიანებს უჭირავთ. ეს კი გენერაცია Z-თვის არაფერს ტოვებს. სტოვებს. დიდი ხანი არ არის, რაც ხალხი მილენიალებს ბავშვებს ეძახდა, მაგრამ ახლა ისინი უკვე შუა ასაკისკენ მიიწევენ, ხოლო გენერაცია Z-ის ყველაზე უფროსი წევრები 30 წელს უახლოვდებიან და ძალიან ცოტა შესაძლებლობას პოულობენ. ისინი მრავალთაობიანი საცობის ბოლო მანქანას გვანან, გაღიზიანებულები არიან მოძრაობის შეჩერებით, თუმცა ვერც კი ხედავენ, რა იწვევს ამ დაყოვნებას. ამასობაში მილენიალები მათ წინ დგანან რიგში და ცდილობენ უკანა ხედვის სარკეს არ შეხედონ, რომ თავიანთ საქმეზე კონცენტრირდნენ. მაგრამ თუ მილენიალებს უფრო ახლოდან დავაკვირდებით, ბევრად უფრო შემაშფოთებელ სურათს დავინახავთ. უფროსი თაობებისთვის ამერიკული ოცნება იყოს სიმდიდრე და კომფორტი. მილენიალებისთვის კი ეს უბრალოდ სტაბილური ხელფასია და ელემენტარული სტაბილურობა. მილენიალები ასოცირდებიან დაუღალავი შრომის კულტურასთან, რადგან ბევრი მათგანი უფრო დიდ ხანს მუშაობს და თავისუფალ დროს დამატებით სამუშაოებს იღებს. და ეს სწორედ ის რჩევა, რაც მათ მშობლებმა მისცეს. თუ ბევრს იმუშავებ, ხალხი ამას შეამჩნევს და შენს ძალისხმევისთვის დაგაჯილდოებენ. ერთადერთი გზა გრძელვადიანი წარმატებისთვის არის მისკენ სწრაფვა. მაშ, რატომ გრძნობენ მილენიალები თავს ასე გაჭედილად? აღმოჩნდა, რომ პასუხი 10 წელზე ბევრად უფრო შორიდან იწყება. ბევრისთვის 2008 წელი ახალი ეპოქის დასაწყისად იგრძნობოდა. ყველაზე უფროსი მილენიალები დაახლოებით 27 წლისები იყვნენ. უკვე უნივერსიტეტი დამთავრებული ჰქონდათ და კარიერულად წინ მიდიოდნენ. 9-11-ის თავდასხმებიდან 7 წელი იყო გასული, რაც ბევრ მილენიალისთვის ცხოვრების პირველი კრიზისი იყო და მომავალი ნათლად გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომში იყო, გაწვევა არ ყოფილა და მილენიალების უმეტესობას კონფლიქტი შეხებია და შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. უზარმაზარმა ეკონომიკურმა შოკმა ჯერ უოლ-სტრიტი, შემდეგ კი ყველა დანარჩენი დააზარალა. კრიზისი ძირითადად გამოწვეული იყო სუბპრაიმ იპოთეკების კოლაფსით, მაგრამ შედეგად წარმოქმნილმა შოკმა რამდენიმე მსხვილი ბანკი გაანადგურა და Dow ინდექსი თავისუფალ ვარდნაში ჩააგდა. სრული მასშტაბის დეპრესია მთავრობის დახმარებებმა აიცილა თავიდან, მაგრამ 2008-2010 წლების განმავლობაში მოგვიანებით დიდ რეცესიად ცნობილი პერიოდის ყველაზე მძიმე წლებში დაახლოებით 8.7 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ბიზნესები დაიხურა და ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მილენიალებისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო. მოულოდნელად პერსპექტიული ეკონომიკა, რომელშიც მილენიალები გაიზარდნენ, უბრალოდ აღარ არსებობდა. ბევრმა დაინახა, როგორ ჩამოიშალა მათი კარიერული წინსვლა და ნულიდან დაწყება მოუხდათ. მცირე რაოდენობის კომპანიებს ჰქონდათ ამ პერიოდში თანამშრომლების აყვანის საშუალება. ვინც ამ პერიოდში დაამთავრა უნივერსიტეტი, სამუშაოს შანსს ვერ ხედავდა. და რა თქმა უნდა, გადასახადები არასოდეს ხდებოდა. ბევრისთვის ეს გამოიწვია და დასულ ცხოვრებაში შეფერხება, რადგან ჰყავდათ მშობლები, რომლითაც მზად იყვნენ სახლში დარჩენის აბრუნების ან დაბრუნების უფლება მიეცათ, სანამ ფეხზე დადგებოდნენ. სხვებისთვის კი მხოლოდ ერთი არჩევანი იყო: დაუღალავად ემუშავათ. მილენიალებს არ ჰქონდათ სამსახურის რჩევა არჩევის ფუფუნება ამ პერიოდში. ბევრმა MBA-ին თავი ამოხო დიმნების გაკიდვაში ან Starbucks-ის ყავის მომზადებაში საკუთარ ქალაქში. როდესაც ტექნოლოგიური ბაზარი აღდგა და აპები და გიგ სამუშაოები მომავლის ნაწილად იქცა, ზოგმა დაიწყო Uber-ზე ტაქსაობა ან ნახევარ განაკვეთზე მიტანის სერვისში მუშაობა, რათა შემოსავალი გაეზარდა. უმეტეს შემთხვევაში ისინი ძლივს ირჩენდნენ თავს, მაგრამ ეს ძალიან ცოტა დროს უტოვებდათ კარიერულ წინსვლაზე კონცენტრირებისთვის. ისინი ერთ ადგილზე დარჩნენ, იმდენს გამოიმუშავებდნენ, რომ თავი გაეტანათ, მაგრამ არა იმდენს, რომ კარიერულად წინ წასულიყვნენ. ამ ყველაფერს პარალელურად გენერაცია Z უყურებდა. თუ
საშუალო სტატისტიკურ გენზის წევს ესაუბრებით, მათ მილენიალებზე საჩივრების ნაკლებობა ნამდვილად არ ექნებათ. ერთ-ერთი მთავარი საჩივარი ისაა, რომ ისინი ერთ ადგილზე არიან გაჩერებულები. უსასრულო თამაშობენ 90-იანების როლს და საუბრობენ ძველ კარგ დროზე. ისინი ისევ იცვამენ, თითქოს ჯერ კიდევ სკოლაში იყვნენ და საუბრობენ თავიანთ საყვარელ ნოსტალგიურ ფილმებსა და სერიალებზე. მაგრამ თუ ზედაპირის მიღმა ჩავიხედავთ, ეს შეიძლება უბრალოდ პროექცია იყოს. Z-თაობა უყურებს მილენიალებს, რომლებიც ყველაფრისთვის იბრძვიან და ნოსტალგიას იყენებენ გასამკლავებლად და ისინი კითხულობენ, რატომ არ აქვთ მათ ესეც კი. საქმე არ არის იმაში, რომ Z-თაობას აღიზიანებს, რომ მილენიალები ბევრს მუშაობენ. ისინი იმაზე არიან გაღიზიანებულები, რომ ბევრს მუშაობენ უშედეგოდ. მილენიალები ნეიტრალში არიან გაჭედილები და ვერ აღწევენ იმ წინწარმატებას, რაც მათამდე თაობებს ჰქონდათ. დიდი ძალაუფლების ხელში ჩაგდების ნაცვლად, ისინი კიბის ყველაზე ქვედა საფეხურზე სხედან და ცდილობენ, რომ სხვამ ვერ შეძლოს ამაღლება. როცა Z-თაობა ამ დინამიკას უყურებს, მათ ერთი დიდი კითხვა უჩნდებათ. საერთოდ რისთვის ვაკეთებთ ამას? მილენიალებისთვის ეს გათვლა დამთქმულია, Z-თაობისთვის კი შეუძლებლად გამოიყურება. ხელფასები უცვლელი რჩება, მაშინ როცა ყველაფრის ფასი მუდმივად იზრდება. თუ ერთი რამ არის, რაც მილენიალებსა და Z-თაობას ჯერ კიდევ აერთიანებთ, ეს ისაა, რომ არ უნდათ გენერაცია X-ისა და ბუმერებისგან მოისმინონ, თითქოს ადრე ყველაფერი მარტივი იყო. ბაბუა მოგიყვება, როგორ მივიდა ქარხანაში სკოლის დამთავრების მეორე დღეს, ხელის ჩამორთმევით მიიღო სამსახური, 47 წელი იმუშავა იქ და ერთი ხელფასით იყიდა სახლი და ოჯახი გაზარდა. ახალგაზრდა თაობებისთვის ეს შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკადაც კი ჟღერდეს. 1985 წელს საშუალო ოჯახს 4 ძირითადი ხარჯი ჰქონდა: საცხოვრებელი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი და საკვები. განათლება შეიძლება დამატებითი ხარჯი ყოფილიყო, თუ კერძო სკოლა ან კოლეჯი იყო საჭირო. ამ ხარჯების დაფარვა და ფულის დარჩენა ეწოდებოდა ღირსეულად ცხოვრების ღირებულებას. საშუალოდ 1980-იანი წლების ის შუა პერიოდში საშუალო ადამიანს 40 კვირა სჭირდებოდა ამ ხარჯების დასაფარად საჭირო თანხის მოსაპოვებლად. დარჩენილი 3 თვის შემოსავალი შეიძლებოდა გადადებულიყო საგანგებო შემთხვევებისთვის ან დახარჯულიყო ფუფუნებაზე, მაგალითად დასვენებაზე. დღეს კი სურათი სრულიად განსხვავებულია. ამ ყველაფრის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ყოველდღიურად, ყველაზე შეუძლებლად, ყველაზე შესამჩნევი კი სასუსათო პროდუქტებია. მაგრამ ხელფასები ამ ზრდას ვერ ეწევა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წლისთვის Thriving Index-ის მონაცემებით მედიანურ მამაც მუშაკს მაინც მოუწევს 65 კვირის მუშაობა, რათა იგივე მაჩვენებელს მიაღწიოს. საშუალო მუშა ვეღარ აკმაყოფილებს ამ მაჩვენებელს, რამაც გამოიწვია ორი შემოსავლის მქონე ოჯახების რაოდენობის ზრო და ადამიანებმა დაიწყეს ძირითადი ხარჯების შემცირება. მიუხედავად ამისა, ფასები მაინც იზრდება. წარმოიდგინე მარათონის გარბენი. სულ უფრო იღლები და გონია, რომ თითქმის მიაღწიე მიზანს, მაგრამ როგორც კი ფინიშს უახლოვდები, ის კიდევ 100 იარდით შორდება. ძალიან მალე კარგავ მოტივაციას. მილენიალები ამას უკვე მიჩვეულები არიან. ბოლო მონაცემებით მილენიალების 42%-ს დამატებითი შემოსავლის ცხარო აქვს, რომ ძირითადი შემოსავალი შეავსონ. ციფრები საკმაოდ მსგავსია Z-თაობისთვისაც. დაახლოებით 45-დან 46%-მდე დამატებითი სამუშაო აქვს. ერთ შემოსავალზე დამოკიდებული ოჯახი წარსულს ჩაბარდა და თანდათანობით ჩვეულებრივი 9 საათიდან 5 საათამდე სამუშაოც ხრება. ადრე მუშაობა ნორმალური ცხოვრების საშუალებას გაძლევდა. ახლა კი გაგვიმართლებს, თუ ერთი კვირის უზრუნველყოფაც შეგვიძლია. და შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი. მილენიალებს ზედიზედ 3 ეკონომიკური კრიზისი დაატყდათ თავს, ხოლო Z-თაობა მათთან ერთად მესამე და ყველაზე დიდი COVID-19 პანდემია გადაიტანა. ჩაკეტვებმა მასიური სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვია, რაც დიდ რეცესიასაც კი აღემატებოდა. მხოლოდ 2020 წელს დაახლოებით 22 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა. მას შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ იმ სამუშაო ადგილებიდან ბევრი აღარასდროს დაბრუნდება, ხოლო ინფლაცია არც კი შენელებულა. 2020 წლიდან მოყოლებული კუმულაციურმა ინფლაციამ 20%-ს გადააჭარბა, რის გამოც თითქმის შეუძლებელია დაეწიო მას. დღესდღეობით წარმატებისკენ მხოლოდ ერთი ნათელი გზა არსებობს. მნიშვნელოვანი არ არის, რამდენს გამოიმუშავებ. თავარია, რას ფლობ, მაგრამ ვინ ფლობს ამას. უმეტესობისთვის 2020 წლის მოვლენები არის გამყოფი ხაზი მანამდე და შემდეგ. მილენიალები 2008 წლის შემდეგ ფეხის მოგიდებას ცდილობდნენ, მაგრამ ბევრმა მათგანმა გარკვეული სტაბილურობა მაინც იპოვა. ეკონომიკა მართლაც გადაეწყო და ზოგიერთმა სახლიც კი იყიდა. და იმ მილენიალებმა, ვინც 2020 წლამდე უძრავი ქონება ფლობდა, ფინანსური ლატარიის მოგებასავით გაუმართლა. ბოლო 6 წელიწადში სახლების ფასები თითქმის 50%-ით გაიზარდა, რამაც იმ მილენიალებს თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთი იშვიათი და ნამდვილად სტაბილური სიმდიდრის წყარო მისცა. საბოლოოდ ქირის გადახდა რომ არ გიწევს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომია. დანარჩენები კი გადარჩენისთვის იბრძვიან. ციფრები გენზეტისთვის მთლიანად ცუდად არ გამოიყურება. მათ სინამდვილეში სახლის ფლობის ოდნავ უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ ვიდრე მილენიალებს, 26.3%, 24%-ის წინააღმდეგ. მაგრამ Gen Z შემოსავლებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალი ვალის მაჩვენებელი აქვს. საშუალო Gen Z-ის მომხმარებლის ვალი კი $34,000-ზე მეტია. სახლები, რომლებსაც Gen Z იყიდულობს, ხშირად გადარჩენის ბუნკერებად არის აღწერილი, სადაც მათ თითქმის არ აქვთ სივრცე, რომ თავისუფლად იცხოვრონ ან ოჯახი შექმნან. მაგრამ ისინი იღბლიანები არიან.
ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ უფრო მეტი სახლი გვაქვს, ვიდრე უსახლკარო ადამიანი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ სახლების უმეტესობა იქ არ არის, სადაც ხალხს ცხოვრება უნდა. დიდმა რეცესიამ და კოვიდმა ბევრ ადამიანს ყველაფერი დააკარგვინა და ბანკმა ხშირად მათი სახლები ჩაიგდო ხელში. ამ სახლების დიდი ნაწილი სოფლადაა და ბევრი მათგანი დაზიანებულია. რაც უფრო მეტი ცარიელი სახლი არის რაიონში, მით უფრო მაღალია ეკონომიკური დეპრესიის ალბათობა. ეს ნიშნავს, რომ იქ გადასულ ადამიანს არ აქვს შანსი იაფი უძრავი ქონებით ისარგებლოს და კარიერა დაიწყოს. გენერაცია Z-ისთვის ეს ხშირად მხოლოდ ერთ არჩევანს ტოვებს. ამერიკული ბიზნესის ცენტრები დიდ ქალაქებშია და სწორედ იქ მიდის უმეტესობა ახალგაზრდებისა, რომ საკუთარი ბედის ცადონ. მაგრამ დღესდღეობით ქალაქში სახლის შეძენა ჰერკულესის ამოცანას გავს. ნიუ-იორკის ან ლოს-ანჯელესის ცენტრში უძრავი ქონების ხიდვა უმეტეს შემთხვევაში 7 ნიშნა თანხას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეუბნებიც სარგებელს იღებენ. გაზრდილმა მოთხოვნამ გაყიდვების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლონგ-აილენდი. ქალაქში ცხოვრების საშუალო თაობა ზეის წარმომადგენელი ქირით ცხოვრობს და ქირის ფასებიც იზრდება. ნიუ-იორკში საშუალო ქირა თვეში დაახლოებით $3,700, რაც ნიშნავს, რომ ბინის ქირა გენ Z-ის წარმომადგენლის შემოსავლის უმეტეს ნაწილს შთანთქავს. ეს იქცევა მათ შორის ისტორიად, ვისაც აქვს და ვისაც არა. მილენიალებმა, რომლებმაც სწორ დროს იყიდეს, დიდი წარმატება მოიპოვეს. მათ ხელთ აქვთ ის ერთადერთი რამ, რასაც ყველა ესწრაფვის: თაობათა სიმდიდრის პოტენციალი. ამასობაში ყველა დანახჩენი ან ყველაფერს ხარჯავს, რომ ნაკლებად სასურველი ქონება იყიდოს, ან კი ჩარჩენილია ბინის ქირის გადახდის მანკი ერთ წრეში და ვერასდროს ახერხებს იმდენის დაგროვებას, რომ ამ მდგომარეობიდან გამიდან გამოვიდეს. Z-თაობა ზემოთ იყურება იღბლიან მილენიალებზე, რომლებიც სულ უფრო მეც იღებენ. ისინი უფრო და უფრო გაბრაზებულები ხდებიან, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რომ ბევრი მილენიალიც მათთან ერთად არის გაჭედილი ამ მდგომარეობაში. გასაკვირი არ არის, რომ მათ უკვე გონიათ თამაში უბრალოდ ჩაწყობილია. რაც შეეხება სამუშაოს, Z-თაობას რეპუტაციის პრობლემა აქვს. დამსაქმებლები მათ უფრო მაღალი ტემპით ათავისუფლებენ, ვიდრე მილენიალებს. ყველაზე დიდი პრეტენზიებია სუსტი სამუშაო ეთიკა, ნაკლები სურვილი, რომ გადაცდნენ თავიანთ სამუშაო აღწერილობას და მცირე ინტერესი კორპორატულ იერარქიაში წინსვლის ან სამუშაო კულტურაში ჩართვის მიმართ. ამასობაში მილენიალები მუდმივად ფასდებიან როგორც ყველაზე იოლი თაობა, ვისთანაც მუშაობა ადვილია. ისინი ხიდს ქმნიან ტრადიციულ წესების მიმდევარ თანამშრომლებსა და ახალგაზრდა ტექნოლოგიურად განვითარებულ მუშაკებს შორის. მეორე მხრივ, გენერაცია Z მუდმივად ყველაზე დაბალ ადგილზეა შეფასებული. საქმე არ არის იმაში, რომ გენერაცია Z ვერ უმკლავდება ზრდასრულ ცხოვრებას, არამედ იმაში, რომ მათ ხეჭ-ხელი ჩაიქნიეს კონკურენციაზე იმ თამაში, რომელიც მათი აზრით მათ წინააღმდეგ არის მოწყობილი. მათ გაცილებით უფრო ხშირად ტოვებენ სამსახურს ზუსტად სამუშაო საათის დასრულებისთანავე. უარს ამბობენ დამატებითი ცვლის აღებაზე, არ მოდიან დასვენების დღესაც კი, ან კიდევ ანაწილებენ ყურადღებას ძირითად სამსახურსა და დამატებით საქმიანობას შორის. სინამდვილეში მათი 50% ამბობს, რომ მიზანმიმართულად არ ცდილობს დაწინაურებას, რადგან მათთვის შემოთავაზებული საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციები ნიშნავს სტრესის დიდ ზრდას მცირე ხელფასის მატების სანაცვლოდ. ისინი არ მარტხდებიან, ისინი უბრალოდ უარს ამბობენ ამ თამაში მონაწილეობაზე. და ამის მიზეზია მილენიალების გამაფრთხილებელი ისტორია. მილენიალებმა ისე აიტაცეს გადამეტებული შრომის კულტურა, როგორც არც ერთმა სხვა თაობამ. ასე ხდება მაშინ, როცა რამდენჯერმე დაგცემენ. აკეთებ ყველაფერს, რომ ისევ წამოდგენ. ყველა ბუმერისთვის, ვისაც უყვარს საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდა თაობებმა არ იციან დოლარის ან პატიოსანი შრომის ფასი, მილენიალებმა ეს ძალიან კარგად იციან. მრავალმა მათგანმა საკუთარი თავი თავიდან ააწყო, როგორც 2008 წლის რეცესიის, ისე COVID-19-ით გამოტეული კრახის შემდეგ და ეს მოახერხეს საკუთარი თავის ბოლომდე დაძაბვით. სრული განაკვეთით მუშაობასა და დამატებით შემოსავლებთან ერთად, ზოგ შემთხვევაში მილენიალებისთვის 60 საათიანი სამუშაო კვეთი უჩვეულო არ არის. ეს მსხვერპლი ღირებული იქნებოდა თუ ისინი ამით გამდირდებოდნენ. Z-თაობა მილენიალების შრომის ეთიკასა და გადამეტებული შრომის კულტურას აღფრთოვანებით არ უყურებს. ისინი ამას შიშით უყურებენ. მათთვის ეს არის საბოლოო დასტური იმისა, რომ სისტემა უბრალოდ აღარხის. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე მთელი ცხოვრება მუშაობა და ამის სანაცვლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მცირე ანაზღაურების მიღება. ისინი ხედავენ, რომ მილენიალები მათ წინაც კი იბრძვიან ფითო დოლარისთვის და მაინც იგივე ადგილას რჩებიან. მას შეიძლება რამე უფრო უარესი მოხდეს, თუ ისინი საერთოდ უარს ითქვიან ამ ყველაფერზე. ისინი უბრალოდ ზარმაცები არ არიან. ისინი უარყოფენ ეკონომიკურ დინამიკას, რომელზეც ყველა წინათაობა გაიზარდა. ეს უბრალოდ სამუშაო ადგილის ტენდენცია არ არის. ეს განგაში ზარია მთელი იმ სისტემისთვის, რომელშიც ცხოვრობთ. რომ ეს მხოლოდ სამუშაო ადგილებზე ხდებოდეს, ხალხი ასე არ ინერვულებდა, რიულებდა, მაგრამ ასე არ არის. Z-თაობა მათ გარშემო არსებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ ნდობას კარგავს. ჩვენ უკვე ცხოვრობთ იმ პერიოდში, როდესაც ნდობა იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებზეც წინათაობები იყვნენ დამოკიდებული, რეკორდულად დაბალია, კონგრესიდან უზენაეს სასამართლომდე. მაგრამ Z-თაობაში ეს უნდობლობა კიდევ უფრო ღრმა. მხოლოდ 14%-ს ახალგაზრდა ზრდასრულთა გასჯერა, რომ კონგრესი ან დიდი ბიზნესი მათზე ზრუნავს. ჩანს თაობებს შორის დიდი დაყოფაა. მაგრამ რეალურად Z-თაობაც და მილენიალებიც ერთ ნავში არიან და ეს ნავი იძირება. Z-თაობა მილენიალებს უყურებს და მათში უფრო წარმატებულ თაობას ხედავს. მილენიალები კი ხედავენ ამბიციურ, რადიკალიზებულ ახალგაზრდა თაობას, რომელიც სწრაფად მოდის მათ უკან. მაგრამ ორივე თაობა იტანჯება. უბრალოდ ამას ვერ აცნობიერებენ. ერთად 2026 წლისთვის მათ მხოლოდ აშატეშოცეს საერთო სიმდიდრის 11% ეკუთვნით. ეს მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩენილ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ბეიბი ბუმერებს ეკონომიკასა და კულტურაზე უზარმაზარი გავლენა აქვთ.
გენერაცია X ჩუმად სარგებლობს იმ სტაბილურობის სარგებელით, რაც მათ სამუშაო წლებში ნახეს და ისინი ზოგადად ბედნიერები არიან, რომ გაბრაზებულმა თაობამ თითქოს დაივიწყა ისინი. მილენიალები და გენერაცია Z ნარჩენებზე იბრძვიან, მაშინ როცა უფროს თაობებს დანარჩენი სეიფში აქვთ შენახული და მათ კარი ჩაკეტილი აქვთ. ესეც ახალი არ არის. 1990 წელს ბუმერებს მთლიანი სიმდიდრის დაახლოებით 21% ეკავათ, რაც ორჯერ მეტსაც აღემატება, ვიდრე ახლა მილენიალებს აქვთ. სისტემა მათთვის მუშაობდა და მათ სულად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. მაგრამ ახლა ისინი ამ სიმდიდრეს მთლიანად იჭერენ და გაზიარების სურვილი თითქმის არ აქვთ. ბევრი მილენიალი იმედოვნებდა, რომ მშობლებისგან მემკვიდრეობას მიიღებდა, მაგრამ ბოლოს მშობლები სახს ყიდიან და კრუიზებით სავსე საპენსიო ცხოვრებას იწყებენ. და თუ ეს საწავი ჩაკეტილია, მაშინ ვის ექნება გასაღები, როცა მხოლოდ ახალგაზრდა თაობები დარჩებიან? არსებობს ერთი ძალა, რომელსაც ვერავინ გაუძლებს. ეს არის დროის სვლა. საბოლოოდ ბუმერები ისტორიას ჩაბარდებიან, თუმცა წინა თაობებთან შედარებით ბევრად უფრო გვიან ასაკში მოხუცთა მოვლისა და დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესების წყალობით. შემდეგ ჯერი გენერაცია X-ზე მოვა, რომ პენსიაზე გასვლაზე იფიქროს, ხოლო მილენიალები სამუშაო სივრცეში დომინანტურ თაობად დარჩებიან. მაგრამ იმ დროისთვის რა დარჩება? ამჟამად მილენიალები და გენერაცია Z ერთმანეთს უპირისპირდებიან. ზუსტად ისე, როგორც ორი მათხოვარი ერთმანეთს უპირისპირდება, როცა კაცი, რომელიც მთელ ინდაურს ჭამს, ერთ-ერთ მათგანს ძვალს ესვრის. მაგრამ ამ ბრძოლის მიღმა ბევრად უფრო დიდი კრიზისი მწივა. იმწიფდება. დღევანდელი მუშაობის ელემენტარული მათემატიკა ვეღარ უზრუნველყოფს ტრადიციულ საშუალო ფენურ ცხოვრებას. მნიშვნელობა არ აქვს 25 წლის ხარ თუ 40. ორივე თაობა ჩათრეულია ერთსა და იმავე მანკიერ წრეში. ერთი თვლის, რომ შეუძლია მისი გარღვევა, ხოლო მეორე ფიქრობს, რომ საერთოდ ჯობს არ ჩაერთოს. მხოლოდ ერთი გზა, რომ ეს მანკიერი წრე დასრულდეს. დიახ, მილენიალებს ჯერ კიდევ არ გადაულახავთ 90-იანი წლები და შეიძლება გულუბრყილონი იყვნენ იმ სისტემების მიმართ, რომლებშიც ჯერ კიდევ ცდილობენ გამარჯვებას. Z თაობას არ აქვს შრომის ეთიკა და მთელ დროს ეკრანებთან ატარებს. მაგრამ ამ ზედაპირული განსხვავებების მიუხედავად ორივე თაობას ბევრი საერთო აქვს. ორივე თაობა გაიზარდა იმ ეპოქაში, როცა ამერიკის კეთილდღეობის ხანა თითქოს დასასრულს უახლოვდებოდა. ორივემ ნახა, როგორ უნტყუნეს იმ სისტემებმა, რომლებშიც უნდა ეჯერათ. ორივემ ნახა, როგორ განაგრძო სამყარომ სვლა მათ გარეშე. და რაც ყველაზე მეტად აშინებს ძალაუფლების მქონებს მქონე პირებს ისაა, რომ ისინი ამას უკვე ხვდებიან. ამ ომს მხოლოდ ერთი დასასრული აქვს. როცა Z თაობა და მილენიალები ორი მიხვდებიან, რომ ისინი არ ებრძვიან ერთმანეთს ყველაზე დიდი წილისთვის, ისინი იბრძვიან იმისთვის, რაც დარჩა და ეს არც ერთ ჯგუფს არ ყოფნის. ამიტომ სულ უფრო ხშირად Z თაობა მიმართავს მათ უფროს კოლეგებს და ეუბნება: სისტემა ჩვენთვის არ მუშაობს და როგორც ჩანს, თქვენთვისაც არ მუშაობს. არსებობს ერთი რესურსი, რომელსაც ვერავინ დაიტოვებს მხოლოდ თავისთვის. ეს არიან ახალგაზრდები. ყოველ ინდუსტრიას საბოლოოდ სჭირდება ახალი თაობა. და თუ მილენიალები Z თაობას შეუერთდებიან და მხოლოდ აუცილებელს გააკეთებენ, არავინ იცის რა მოხდება შემდეგ. გინდა გაიგო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დაიპყრეს ბუმერებმა ამერიკული ოცნება? შეამოწმე You Need to Be Mad Now ყველა შემაშფოთებელი დეტალისთვის. ან უყურე ASS-ის ეკონომიკა მალე დაინგრევა, რათა მომდევნო კრიზისზე გაფრთხილებული იყო, რომელიც შეიძლება სულ მალე დადგეს.